ერთი რამ ვიცი, რომ ყოველთვის, როდესაც ახალი წევრი შემოდის ოჯახში, პრობლემები ჩნდება, თუმცა ამ პრობლემებთან ერთად სიხარულიც არის, ბედნიერებაც არის, ეს შეიძლება იყოს პატარა სულიერი არსება, ან ძაღლიან კატა, მე მგონი ესეც არის პრობლემა, არა მხოლოდ თქვა ახალი ბავშვი, არა მხოლოდ ფეხმოტეხილი დედა, ან დედამთილი, ან მამამთილი, ან რაიონიდან ჩამოსული ნათესავი, ან საზღვარგარეთი ქმნერების და ასე შემდეგ, როგორც არის ეს რაღაცა შეიჭერი ამ სივრცეში, სადაც მე არ მინდოდა რომ შევჭრილიყავით. მოკლედ არაჩვეულებრივი სტუმარი გყავს, გთხოვთ წარადგინოთ ბატონო დავით. წარვადგენ აუცილებლად ეხლა. როგორც კი იპოვი, ხო? სოფო ვერულაშვილი ძალიან ჩვენი სტუმარი, კი ბატონო. ეხლა უნდა თქვა თერაპევტი, მაგრამ ეს უნდა თქვა ეს სიტყვა ძალიან მომწონს. გეშტალტ თერაპევტი ეს არის კი ბატონო და ვისაუბრებთ ამ ასე ვთქვათ საჭიროებათა და მნიშვნელოვან საკითხზე მივხვდეთ ესე იგი ეს სიხარული თუ ბედნიერებაა თუ რაღაცა ის დაძაბულობა და ორივე ერთად და ამიტომაც არის ეს მნიშვნელოვანი რომ ამაზე ვისაუბროთ და მივხვდეთ რომ იმ სიხარულს რომელსაც მოდით აი ყველაზე ისეთი ბედნიერი მომენტით დავიწყოთ როდესაც შვილი ახალი წევრის ოჯახში ასე ვთქვათ მთავარი სიხარული ხო ბავშვი შემოდის ოჯახში და ამ სიხარულს დედები ვართ და მამები და ვიცით რომ აი ამ სიხარულს ძალიან ბევრი სირთულე კი ემატება და ახლავს და მოგესალმებით დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის და აბა დავიწყოთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მადლობა საინტერესო თემისთვის. გილოცავთ მე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვისურვებთ ეს დამოუკიდებლობა დიდხან შეგვენარჩუნებულოს და უფრო ღრმად და ღრმად რეალურ თავისუფლებისკენ წავსულიყავით, იმიტომ რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას როგორც ბევრ სხვა რამეს არ აქვს ბოლო წერტილი უსასრულოა. სივრცეშიდაც და დროშიდაც და ჩვენთვის ყოფილიყოს ჩვენი თავისუფლება, დამოუკიდებლობა სივრცეში და დროში უსასრულო ქართველებისთვის. ამინ. რაც შეეხება ოჯახის ახალ წევრს, გეშტალტ თერაპია ახსენეთ და გეშტალტ თერაპია, გეშტალტი გერმანული სიტყვა და მთლიანობას ნიშნავს და ჩვენ გადავწყვიტეთ თავის დროზე ამ ფსიქოთერაპიული მოდალობით მომუშავე ფსიქოთერაპევტებმა რომ ამ სიტყვით მოგვეხმარა ეს სიტყვა და მთელი მსოფლიო გერმანული საფუძვლიდან ასე მოიხმარს ამ სიტყვას და ამ მთლიანობაშიც არის თავისუფლება და დამოუკიდებლობა და სწორედ ეს მოიაზრება. ახალი წევრი ოჯახში ოჯახის სისტემა, ოჯახი მთლიანობა და ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მასში ჩნდება ახალი წევრი, სასიხარულოც არის ეს ხშირად იქნება ეს პატარა არსება ცხოველის სახით, თუ ჩვენი ოჯახის ახალი წევრი შვილის თუ შვილიშვილის სახით, ის არის სასიამოვნო სტრესული მდგომარეობა და მაინც სტრესს ვახსენებ ეს არის ისეთი რამ, რომელიც ჩვეულისგან განსხვავებულია და ის ჭირდება მომზადება. სასიხარულო ამბავსაც კი. ჭირდება გათვალისწინება იმ სისტემის ჩვეული ურთიერთობის ჩვეული ფორმების ყოფის ჩვეული წესების შეცვლის თვალსაზრისით. ჩვენ გვიწევს სულ ერთია ეს სასიხარულო ახალი წევრია თუ არა, გვიწევს თუ არც ისე, იქ კიდევ სხვა თემები არის, გვიწევს ჩვენი ყოფითი შეჩვეულის შეცვლილება კომფორტის ზონიდან კი ბატონო, გარკვეულ კომფორტის ზონაში ვარ და გვიწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა ყველა ოჯახის წევრს. რაც უფრო მცირე წევრებისგან შედგება ოჯახი, მით უფრო მარტივად გადაჭრადია ეს საკითხი, რაც უფრო მრავალთაობიანი და ბევრი წევრი ოჯახში თითქოს და მეტი შეიძლება დამხმარე ყავს ცხოველთან თუ ბავშვთან მიმართებაში, მაგრამ უფრო რთულად არის თურმე საქმე. იმიტომ რომ საქმე ეხება თაობებს, ყველას თავისი წესია. ეხება უფრო ძველი ოჯახის წევრებს, რომლებიც თავისი ძველი კომფორტის ზონით არის ჩამჯდარი ოჯახში. და უფრო რთულდება ეგ ამბავი. იმიტომ რომ მე მიწევს დღის და ღამის წესრიგის გადახედვა.
ჩემი დასვენებისა და შრომის წესის გადახედვა ყველა წევს სხვადასხვა ასაკიდან გამომდინარე და მიწევს კვებითი წესების გადახედვა, როგორც შინაარსობრივი, ასევე დროის თვალსაზრისით და ეს საჭიროებს, რაც უფრო ბევრი წევრია ურთიერთშეთანხმებას, რაც უფრო ნაკლებია, აქაც ურთიერთშეთანხმებას, მაგრამ ნაკლები ოდენობის წევრის გათვალისწინება გვიწევს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვისთან და რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ახალი წევრისთვის ვემზადებით და მომზადება უნდა დავწყოთ ადრე. გაცვეთილ ფრაზას შეგახსენებთ, როდესაც ბრძენს მიუყვანეს თვის ბავშვის და კითხეს, როგორ აღუზარდოთო სწორათო და თქვენო სულ ცოტაო, რამდენიმე თვით დაგაგვიანდათო და იგულისხმებოდა ჩასახვამდე მომზადება ახალი ბავშვისთვის და არა თუ უკვე ფეხმძიმობის პერიოდში. მომზადება დაგიმაჭირდება ახალი წევრის მოყვანას. კიდევ ერთხელ ვამბობ, იქნება ცხოველი თუ იქნება ბავშვი, არ გაგიკვირდეთ რომ ვადარებ ამას, იმიტომ რომ ცხოველი მუდმივი ბავშვია ოჯახში, განსაკუთრებით თუ ძაღლს ეხება საქმე. ბავშვს კიდევ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა გამოწვევები აქვს და ეს ცუდნაც მნიშვნელოვნად ჭირდება. ეს ბავშვი შეება ყოველთვის ძაღლი მუდმივი ბავშვია, ამიტომ ეს უნდა ვიცოდეთ, უნდა გავეცნოთ ზოოლოგიას, ძაღლების ქცევას, კონკრეტული ჯიშის ქცევას, ის ცალკე თემა, განათლება გჭირდება, ფსიქოგანათლება და კონკრეტული განათლება ცხოველი მოყავს თუ ბავშვი. ბავშვთან დაკავშირებით გჭირდება განათლება, გჭირდება იმის ცოდნა, როგორ ვემზადებით, ჭირდება იმის გათვალისწინება, ხშირად ეს არა ვიწყდებათ ხოლმე, რა გჭირდება სახლში, ახალი საწოლი, ახალი სივრცე, სათამაშო, ჰიგიენის საშუალებები, ხო? მაგრამ ფსიქოლოგიურად იშვიათად ემზადებიან ხოლმე. სამედიცინო თვალსაზრისითაც მეტნაკლებად ვართ განათლებულები, ყოველ შემთხვევაში ის ექიმი, რომელიც თან გძდევს ჩვენს ფეხმძიმობის პერიოდს, გვაფრთხილებს ამის შესახებ, როდის მივიყვანოთ ექიმთან, რა გავაკეთოთ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გვავიწყდება ხოლმე, როგორ უნდა მოვემზადოთ, რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა გადავანაწილოთ როლები, სითბო ყურადღება ბავშვთან მიმართებაში და თუ ახალგაზრდა ცოლ-ქმარზეა საუბარი და პირველ ბავშვს ელოდებიან, როგორ გადაანაწილონ ყურადღება ერთმანეთთან, იმიტომ რომ განქორწინების სერიოზული პროცენტი მოდის სწორედ ახალი ბავშვის გამოჩენასთან ოჯახში. თითქოს და უნდა შეკრას, მაგრამ ეს არასდროს არ არის შემკვრელი ბავშვი ოჯახში და არასწორად ახსოვთ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ყურადღების გადანაწილება. ხშირად მამა გვეჩაგდება ხოლმე. დედასთან მთელი რიგი ფსიქოფიზიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს ფეხმძიმობის პერიოდში, ჰორმონები ჭკუაზე არ არიან ჩვენ თავს, ჰორმონები გვმართავენ თუ მანამდე რაიმე სუსტი ფსიქოლოგიური ცოტა მყიფეები ვიყავით, აქტუალიზდება მაგ დროს და თუ ასევე ფსიქოლოგიურად ფეხზე არ დგას ჩვენი პარტნიორი, უჩნდება გამოავლენს ხოლმე ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნილება, რომელიც ისედაც ბუნებრივად აკლდება ხოლმე, იმიტომ რომ განსაკუთრებით დაბადებიდან პირველი 4 თვე დედის ყურადღება მთლიანად ბავშვია. ფიზიოლოგია არის ისე მოწყობილი. დედის რომ ბავშვია გადართული და მეტიც მართლა უქრება ყველანაირი განცდა მეუღლის მიმართ. თუ ფსიქოლოგიურად და გონებრივად არ მოემზადა იმისთვის, რომ ქმარსაც ყურადღება უნდა მიაქციოს და თავისი ჰორმონალური ბიობის ეკოლოგიური ცვლილებების ფონზე ქმარს მიაქციოს ყურადღება, ბუნებრივად ეს მოცემულობა არ აქვს. ამიტომ აქ ადამიანური გონებრივი ფაქტორი გვეხმარება და ცოდნა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ჩვენი მნიშვნელოვანი წევრი. არ უნდა მოვემზადოთ აბსოლუტურად ტვინით, ხო, როგორც ამ მენტალურად იმისათვის, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ გადავანაწილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ემოციურად ეს წესით არ მოგვინდება. ძალიან არ მოგვინდება და ძალიან გვიჭირს. მხოლოდ ვიცით რა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პარტნიორისთვის და ჩვენი ბავშვისთვისაც, განსაკუთრებით თუ მეორე ბავშვის გაჩენასაც გეგმავთ, მივახციოთ მამას ყურადღება და ჩავრთოთ მამა ამ ბრძოლობით პროცესში, გადაუნაწილოთ როლები. დედას მაშინ როლების ეს გადანაწილებაც არ უნდა, მთლიანად უნდა მოცული იყოს ბავშვით. მეტიც შერწყმაშია პირველი 4 თვე ბავშვთან მიმართებაში და არ უნდა თითქოს თავის ნაწილად გრძნობს. სამწუხაროდ მერითაც ხშირია შემთხვევები, როდესაც თავის ნაწილად გრძნობენ დედები, მაგრამ პირველი 3-4 თვე ეს არის აბსოლუტური ნორმა და ბიოფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, როცა ეს ხდება, მაგრამ
უნდა გადაუნაწილოს მამას. ამით ყურადღებასაც აქცევს როგორც პარტნიორს და თავს როგორც მამას. მამის ინსტინქტი ზოგადად არ არსებობს. დედის ინსტინქტი არსებობს. ამიტომ მამას ჩვენ მეუღლეობას, განსაკუთრებით პირველი მეუღლეობის შემთხვევაში ერთმანეთს ვასწავლით და ერთმანეთს ვასწავლით ერთადქმნით მშობლობას. და რატომ ჭირდება ახლა ბავშვის გადანაწილება? იმიტომ რომ პირველი ბავშვი ხო ამ ყველაფერს უკავშირდება და მეორე ბავშვი ოჯახში უფრო მეტი სტრესია. იმიტომ რომ ყავს პატარა და აქაც მნიშვნელოვანია როდის ვაჩენთ სივრცეს რომ მეორე გაჩნდეს ოჯახში. მამამ ჭირდება მაშინ განსაკუთრებულად, იმიტომ რომ მე კიდე უფრო მეტად მიჭირს პირველ ბავშვს ყურადღების გადანაწილება. ახალი წევრი მეორე ბავშვის სახით კიდე უფრო მეტად სტრესულია ოჯახში და აქ მამა, რომელმაც პირველ ბავშვზე კარგად დაისწავლა და მართლა დასავლადია მამობა და ბავშვთან ერთად ყოფნა, მეხმარება რომ ჩამანაცლოს და გადაინაწილოს და უფროს ბავშვს, რომელიც როგორც წესი ბუნებრივია რომ ეჩვიანობს მეორეზე, რაც არ უნდა კარგად მოვამზადოთ და განსაკუთრებით უნდა მოვამზადოთ ჩვენი პატარა მეორე დადის თუ ძმის გამოჩენისთვის ოჯახში, დაწყებული იმით, ვისაც დაიძინებს, ვის რა ადგილი ექნება ოჯახში, დედას რომ ისიც უყვარს და ისიც უყვარს, ის რომ კარგია რომ გაიზრდება, დრო ჭირდება და ერთად ითამაშებენ, ძალიან ბევრი რამით, მაგრამ მაინც გვეჩაგრება მეორე. დედა ბუნებრივად ვერ გადაანაწილებს ყურადღებას მეორე ბავშვთან და აქ უფრო მეტად პირველ ბავშვთან ჩნდება მამის როლი. მამა რომელიც ასე ირნებს, მაგრამ მე კი არ უნდა მოხდეს მამის და პირველ შვილთან დამეგობრება მანამდე, რომ ის მისთვის იყოს შვეული, თანაბრად იყოს მიჯაჭვული, ჩვენ ზუსტად ამ ტერმინს ხმარობს. იმიტომ რომ მიჯაჭვულობა გარკვეული სტილით უნდა ჩამოყალიბდეს შვილობაში და ბავშვობაში და მერი ასაკაში მეტიც მთელი ცხოვრება ჩვენ იმ მიჯაჭვულობის სტილით ვურთიერთობ ჩვენ პარტნიორებთან, თანამშრომლებთან, სამსახურში ავარდებით, არ ავარდებით, ემოციას ვაკონტროლებთ, არ ვაკონტროლებთ, როგორი მიჯაჭვულობის სტილი ჩამოგვიყალიბდა და მეტიც სამყაროს ტოტალურად აღარ ვენდობით, ეს სამწლომდე ხდება. თუ პირიქით ვენდობით, შეიძლება იმედი გამგოცრიოს კონკრეტულმა ადამიანმა, მაგრამ მე ვაგრძელებ ცხოვრებას, უბრალოდ უფრო ყურადღებიანი ვარ და სიბრძნე მემატება, მაგრამ თუ გულშვილი და წყენია დავრჩი, იქ მოხდა რაღაც მიჯაჭვულობაში. თუ მოხდა ისე, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ OTS-ი არ იყოს ქალბატონო, როგორ ერთი შეცდომა, ორი, მეორე, მესამე, რაღაც ხდება მიჯაჭვულობის სტილთან მემართებაში. რომელიც შესაძლოა დავამუშაოთ, მაგრამ სრულად იმისგან განთავისუფლება არ ხდება. ამიტომ ახალი წევრი ოჯახში, უბრალოდ სიხარული, ახალი წევრი, თუმცა ეკონომიური, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური ცვლილებები არ არის. ხშირად სტრესული, ხარჯიც გვემატება და ერთმანეთის გათვალისწინების მეტი უნარების გამოვლინება და მეტი ხელოვნება გვჭირდება ამ ურთიერთობების, ამის გარდა არის ძალიან ბევრი უკუჩვენება, თუ არ ვიცით სწორად როგორ მართოთ ეს მდგომარეობა. დედამთილმა მოიტეხა ფეხი და მომიწია მისი მოვლა. აბა რა უნდა ვქნა? გააჩნია დედამთილს და უნდა გვახსოვდეს ძალსაც და მეტეხილობის სიმძიმეს. გააჩნია დედამთილს, გააჩნია ძალს და გააჩნია სიტუაციას და ასევე იმას ჩვენი პიროვნული მომწიფების ხარისხს და იგივე მიჯაჭვულობას, რომელიც თავის დროზე მქონდა. ჩათრევას ჩაყოლოს ჯობს ყველა შემთხვევაში და ასევე დაგეგმა რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ. თუ ეს არის დროებითი მოვლენა და ძალიან კარგად თუ მივხედავთ დედამთილს, დროებითი იქნება ეს მდგომარეობა. ძალიან კარგად თუ მივხედავთ, შეიძლება მალე მოუშუშტეს ის ფეხი. მაგრამ რო იფიქროს, რომ ეს რა კარგია, აქ უნდა ვიყო. აი რა გამიჩნდა. ახლა საუბრობთ, არ ვიცით ჩვენ როგორ მოგვეწონა. ანუ შვილზე, ჩვენ სისხლზე ცხოველი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენია ეს. დედამ ჩვენია, დედამთილი, მამამთილი როგორც არის. ჩვენი არ არის. ნუ, ყოველ შემთხვევაში ერთმანეთის ნაწილები ვართ მინიმუმ გენეტიკურად. ახლა თქვა არ არის ჩვენი გენეტიკური და მოვიდა, ანუ სხვა ცოლი მოვიყვანე სიტყვაზე და იმას სხვა შვილები მოყვა. აი, სულ სხვა კაცი შემოვიდა, თქვა მამის სახით, სულ სხვა დედა შემოვიდა. რომ უფრო რთულდება. უფრო რთულდება, ხო, ვიდრე თქვა საკუთარ სისხლზე და იმას. აი ამ შემთხვევაში რა ხშები? ნუ მე მქონდა ეგ სიტუაცია და გავიარებ, თქვა. ამ შემთხვევაშიდაც ისევ მიმართავთ საკუთარ განათლებას და ვემზადებით წინასწარ ამ ყველაფრისთვის. ვემზადებით ამ ყველაფრისთვის. რაც უფრო შორი
აი ნახეთ და არ ვიყავ პარტნიორის არჩევის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი აბა როგორ ფიქრობთ რა არის და ნებისმიერი ახალი წევრის ოჯახში მოპატიჟებისთვის ყველაზე მთავარი არის ღირებულებები ყველაფერს მოუვლით ყველაფერს დავისწავლით გავცნით საკუთარ თავს და ერთმანეთს მოვეხმარებით ცნაში გავარჯიშებაში ოღონდ თუ საერთო ღირებულებები თუ არა გვაქვს ის ურთიერთობა კრახით დამთავრდება ან არაჯანსაღ წყვილის ურთიერთობა გვექნება და ძალიან ბევრ ოჯახში სამწუხაროდ ვერ ვიტყვით რომ ჯანმრთელი ოჯახური იდილიური მდგომარეობა გვაქვს მე მაგალითად ჩემს მნიშვნელოვანია ღირებულებები რიდი აი რიდი რაღაცნაირად ისეთი რიდი მქონდა ამდენი წლის იყავი პატარა ვიყავი ხო ნუ პატარა იყავი და კარგი მაგრამ მაინც რიდი მქონდა და აი მის მერე ჩამოყალიბდა და მე უკვე ასე ვთქვათ სრული კარგი ჯანმრთელი ურთიერთობა. მაინც ალბათ იყო საერთო ღირებულებები და მე მივდივარ ერთმანეთს ვასწავლით. საერთოდ უკონფლიქტო სიტუაცია არაჯანსაღი და არაბუნებრივი მდგომარეობაა. საქმე იმაშია, როგორ მართავთ კონფლიქტს, როგორ ჩვენ საზღვრავთ, ვუზიარებთ ერთმანეთს, ვართ ავთენტურები და გულწრფელები და რამდენად ეკოლოგიურად ვახერხებთ ამას და როგორ გამოვდივართ ამ კონფლიქტური სიტუაციიდან. ყველა კონფლიქტი სწორად წარმართული აძლიერებს ოჯახურ გარემოს და არასწორად წარმართული ანგრევს. მაშინაც კი თუ სიყვარულია ოჯახში. სიყვარულია მაინც თავარია სიყვარული. თავარი, მაგრამ შესაძლოა სიყვარულის შემთხვევაში დაინგრეს ოჯახი, თუ პატივისცემა და ღირებულებები არ არის. მეტიც ზედმეტ მხოლოდ სიყვარულმა შეიძლება დაანგრიოს და განზიდოს ოჯახი. ადამიანები ერთმანეთისგან საშიშ რამეებს მეუბნება ხალბატონი სოფო და არ მოусმინოთ ყველამ იმიტომ რომ სიყვარულის ეს არის ყველაზე ტრაგიკული ჯანმრთელ სიყვარულზე როდესაც საუბრობ თუმცა სიყვარული იცით რომ არის მდგომარეობა რომელთაც პათოლოგია ვლინდება ჯანმრთელ სიყვარული ყოველთვის ირაკლი დაგვერდი რომ კიდე მოვა ხალბატონი სოფო იმიტომ რომ ჩართვა გვაქვს პირდაპირ და ქეთი უკვე ძალიან გვეჭხუბება